პოლარულობის კანონი სამყაროს მაგიური გაგების მეოთხე პრინციპია, რომელიც ორმხრივობის შესახებ გვაუწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ორმხრივია და აქვს პოლუსები. ყველაფერი არსებობს გააჩნია მისი ანტიპოდი, საწინააღმდეგო. საპირისპირო ცნებები იდენტურია, განსხვავება მხოლოდ საფეხურშია. უფრო ადვილად აღსაქმელად გთავაზობთ ჩამონათვალს. ყველა ჭეშმარიტება მხოლოდ ნახევრად არის ჭეშმარიტება. ყველა პარადოქსის შეთანხმებაა შესაძლებელი. უკიდურესობები ერთმანეთთან კონტაქტშია. ყველაფერი ორმხრივია. მატერია, ანტიმატერია. სამყარო, ანტისამყარო საპირისპირო პოლუსების არარსებობის შემთხვევაში სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. ყოველ ელემენტში საპირისპირო მოიპოვება. ეს კანონი არ ვრცელდება განსხვავებული სახის ელემენტებზე. სინათლე და სიბნელე ერთი და იგივე მოვლენის ორი საპირისპირო პოლუსია. სიყვარული და ზიზღი ერთი მთლიანის ორი პოლუსია. სული და მატერია ფაქტობრივად ერთია, მხოლოდ მათი გამოვლინება ხდება საპირისპირო ვიბრაციებში. ანალოგიური შეიძლება ითქვას სიცოცხლესა და სიკვდილზე, სიკეთესა და ბოროტებაზე. აუცილებლად ვიტყვი, რომ მოცემულ შემთხვევაში აბსოლუტური ცნება არ არსებობს. არავის შეუძლია განსაზღვროს, როგორია აბსოლუტური სიცხე და აბსოლუტური სიცივე. ამ ყველაფრის შეცნობა შედარების საშუალებით ხდება ინდივიდუალური აღქმის დონეზე. ამ კანონის ზალით ატლანტება ტრანსმუტაციის პრინციპი შეიმუშავეს, რომლის დროსაც ობიექტი მის საწინააღმდეგო ცნებად გარდაიქმნებოდა. ტყვია ოქროდ გარდაიქმნებოდა, გრაფიტი ალმასად, მოხუცი ახალგაზრდად. ამ ყველაფერს დღეს ალქიმია ეწოდება. ატლანტებთან კი მას 7 პრინციპის მეცნიერება ერქვა. საკუთარი შინაგანი ვიბრაციების ტრანსფორმაციის შედეგად ზიზღს სიყვარულად, სიბნელეს კი სინათლედ გარდაქმნიდნენ. ავადმყოფობა შეიძლება განიკურნოს თუ მენტალური ძალით მის პოლარულობას შევცვლით. ამ ყველაფრის აღსანიშნავად ატლანტებს გველი სიმბოლო გააჩნდათ, რომელიც საკუთარ კუც კბენდა. ორი უკიდურესი წერტილის მიერ ერთი მეორის თანთქმის მცდელობა, რაც სინამდვილეში არასოდეს ხდება. სიბრაზით და ნეგატიური ენერგიის წარმოქმნით, მხოლოდ საკუთარ თავს დავიგესლავთ. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ატლანტები უარყოფდნენ ჭეშმარიტების ფიზიკურ, ასტრალურ და მენტალურ სამყაროებში არსებობას. მათთვის ყველა ჭეშმარიტება ნახევრად ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, ხოლო აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა მხოლოდ პოლარულობის პრინციპზე ამაღლების და მიზეზების სამყაროს მიღწევისას ხდებოდა. პოლარულობის პრინციპიდან გამომდინარე, არც სიკეთეს, არც ბოროტებას განცალკევებულად გამარჯვება არ შეუძლია. ტოლტეკებს ესმოდათ, რომ ეს ორი ცნება ფარდობითია, ყველაფერი ნეიტრალურია, ხოლო სახელებს მათ ადამიანის ეგო არქმევს. ხელსაყრელს უწოდებს სიკეთეს, ხოლო არა ხელსაყრელს ბოროტებას.